მე საბჭოთა თაობას ვეკუთვნია. აი ბავშვობა პრობლემური არ მქონია რა, როგორც მასიურად იყო. ჩეულებრივ, საბავშვო ბაღი, კარგად მახსენდება საბავშვო ბაღი. მე სკოლა, ეს პიონერია, კონკავშირი ეს დამახასიათებელი იყო. ყველა ბავშვისთვის და ახალგაზრდისთვის, ეხლა ვინ როგორ უყურებდა, ხო. ღვთისმადლით ცხონებული ჩემი მშობლები, დედაჩემიც, მამაჩემიც განათლებული ხალხი იყო. საშუალოდ ცხოვრობთ რა, ცოტა უხერხულია, საჭმელი არ გვაკლდა, სასმელი არ გვაკლდა. რო გითხრათ რომ გაჭირვებული არა, არც მთლად ისეთი რაღაცა ფუფუნებაში არ გავსდრებთ. ოჯახი მაჩვენებდა ყოველთვის ერთ რამეს, რომ აი თვითონ დედაჩემი განსაკუთრებით, ცოტა ისეთი ხალი იყო ცხონებული. რომ აი შენი სიტყვა და საქმე უნდა იყოს ერთიო. მე ახლა დღემდე ეს როგორ გამომივიდა არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვცდილობ რომ ნაკლები ვილაპარაკო ყოველთვის. რაც შემიძლია მაქსიმალურად ის ვაკეთო. აი ამ პრინციპით მზრდიდა დედაჩემი. სხვა ისეთი განსაკუთრებული ახლა მე ბავშვობა არ მქონია. როგორც შეუულებრივ მასიურად იზრდებოდნენ. ისე ვიზრდებოდი მეც. ცელქი აუტანელი ცელქი არ ვყოფი. უფრო ალბათ დამჭერი ვიყავი. ქორეოგრაფიული სტუდია 68 წელში გაიხსნა. იქიდან დაწყებული ვარ ცეკვა, მე სკოლა რო დავამთავრე, აზრად არ მქონია მე ან მეცეკვა როგორც პროფესიონალი მოცეკვავეს, ან მე როგორც ქორეოგრაფი ჩამოყალიბებული ვიყავი. სკოლა დავამთავრე
თეატრალურ ინსტიტუტში ვაბარებდი. ნუ ცოტა დამაკლდა ვერ მოხვდი ერთი სიტყვით რა. ხო და მე ჯარში წავედი, ჯარიდან რო ჩამოვედი მაშინდელ პუჩკინის ინსტიტუტში ჩავრიცხე 2 წელი ვიყავი, გადმოვიტანე თელავში საკუთრები. და ცხონებული ომარ ფეიქრიშვილი იყო მაშინდელ ინსტიტუტში ანსამბლის ხელმძღვანელი, დავიწყე მან ცეკვა. ხო. ნუ მე ისე მოხდა რომ ამ დარბაზსაც მოვეჩვიე. ხო და აი სრულიად შემთხვევით. ალბათ უფრო ის იყო გამსაზღვრელი მეტად რომ ნუ კონკავშირში ვიყავი ჩაძირული ერთი პერიოდი. მაშინდელი ინსტიტუტის კონკავშირის მდივანი ვიყავი, მაგრამ არ გამოვდექი რა ალბათ. კონკავშირულ მუშაკად ალბათ ვერ გამოვდექი. იმიტომ რომ ყველაფერს რაღაც თავისი თვისებები უნდა და მე კონკავშირული და პარტიული მუშაკი როგორც ასეთი მე მივხვდი რა. უბრალოდ დამარწმუნეს რომ შენგანო არ გამოვალ. ხო და სხვადასხვა მაშინას და ეხლაც მადლობა ღმერთს რომ მაშინ დავწუნე ამდენი წლისა 25 წლისა ვიყავი თუ 24 წლისა. და თლიანი აქცენტი გადმოვიტანე ქორეოგრაფიაზე. მე პატარა ჯგუფი ჩამაბარეს აქ. ხო და იქიდან მოვყვები და მოვყვები. და უკვე რამდენი 35 წელი ხდება რომ ამ სფეროში ვარ. ეხლა ის რომ მაგალითად მე ქორეოგრაფიაში არ მოვხედრილი ყავი და ქორეოგრაფია რამეს დაკარგავდა, მასე არ მინდა უთქვა გამიგე. მაგრამ ყოველ შემთხვევაში კარგად ავგრძნობ ქორეოგრაფიაში თავს და არც არაფერი ზარალი მიმიყენებია ქორეოგრაფიისთვის. ხო, ეხლა ეს დეპუტატობა მოხდა ესე ძალიან ჩვეულებრივად. მე ჯერ და არ მინდოდა ეხლა არც იმის თქმა მინდა რომ ვიღაცა მეხვეწებოდა, მაგრამ აი თელაველობაში იმაში ნუ უნდა უშენი კანდიდატურა წავაღენო თუ ეროვნული ფორუმიდან. ხო. მე ცოტა ისე უყურებდი გამიგე მე მეგონა რომ всё მორჩა მე თუ იქ მოხვდებოდი ამასთან შეხება მე არ ნუ რაღაც სხვანაირად უყურებდი გამიგე და მე გზადაგზა დამარწმუნეს დავწმუნდი რომ არც არავინ მიშლის რა პრინციპში რომ მე დარბაზში შემოვიდე თავისუფალ დროს ხო და მით უმეტეს რომ წლები დამჭირდა მე პირადად ჩემი გუნდის ჩამოყალიბებაში. ეხლა ის გუნდი რომელიც აი ანსამბლშია და ჩემი ყოფილი მოსწავლეებით და ასე შემდეგ. აი ეხლა ამ გადასახედიდან აიცება მე მგონი აი ესეთი ტრაგიკულად არ არის საქმე ქორეოგრაფიასთან დამოკიდებულებაში როგორც მე ჩვენებოდა. იმიტომ რომ ყოველ საღამოს რომ მორჩები საკრებულოში 6 საათის მერე შემოვდივარ აი ჩემ იმას ვიკმოყოფილებ მოთხოვნას სულიერს აი ახლა დასვენების დღე მაქვს მაგრამ თუ თელავში ვარ 60-70% დარბაზში ვატარებ საკრებულო მოიტანა ის რომ ჯერ ერთი ის პრობლემები და რაც თელავს აწუხებს ჭირდება უფრო ახლოს გავიცანე. მე ძალიან ბევრი კარგი თელაველი უფრო ახლოს გავიცანე. ეს ვიზუალურად რო ვიცნობდი, მარტო გამარჯობა გაგიმარჯვებდი და ეხლა ახლო ურთიერთობა აქვს. და მე იმ ხასიათიდან გამომდინარე, მე საერთოდ ფიცხი ხასიათის კატეგორიას მივეკუთვნები გესმის და რაღაცეები დაწნეხა ჩემში, რომ ბევრ შემთხვევაში უნდა ემოციები დაიოგო, ბევრ შემთხვევაში უნდა ბევრი უნდა იფიქრო, რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებ. ესე არ არის, ახლა შენ როგორც გინდა, ესე არ არის აწყობილი ქვეყანა. მე შეიძლება რაღაცა ანალიზის დონეზე აი საკრებულოში ვარ რომ ყოფილიყავი სხვა წარმოდგენა მქონოდა, მაგრამ ეხლა იქ რო ვარ, კიდევ ვიმეორებ უფრო ახლოს უყურებ. გინდა საკრებულოს, გინდა მერის შესაძლებლობებს, ხო, ნუ შეიძლება ბევრი რამე გვინდა, მაგრამ ნუ შესაძლებლობები არ გაძლევს საშუალებას. ალბათ ძალიან ისეთი ლირიკულად რო გამომივიდა, შეიძლება დამაღვინა კიდევაც ამ რაღაც 9 თვეში თუ 10 თვეში
3 შვილი მყავს. უფროსი 30 წლის ხდება ივნისში. უკვე 4 წელია ინგლისში ცხოვრობს, იქ მუშაობს. შუათანა და პატარა სტუდენტები არიან. შორს როგორ ეხლა მადლობა ღმერთს რომ ისეთ სიტუაციაში არა ვარ რომ მე გერმანიაში ვიყო და ჩემი ცოლი ამერიკაში. მე ეხლა არავის ნიშს არ მოვუგებ, ეხლა ბუნებრივია, მაგრამ მადლობა ღმერთს რომ აი ესე მაინც რაღაცნაირად ავაწყეთ გამეგე რომ მე თელავში ვარ, თბილისშია და მეორე კიდე ის არის ყველაზე მთავარი რომ პრობლემა მე ჩემს მეუღლეს ერთმანეთთან ურთიერთობაში არასოდეს არ მქონია. ჩემი მეუღლე გავიცანე აქ თელავში. სტუდენტი იყო, მე სტუდენტი ვიყავი. როგორც ჩეულებრივ ეხლა რომეო და ჯულიეტას მსგავსი რაღაცები არ მქონია, მაგრამ თავიდანვე ძალიან დიდი გრძნობით, ძალიან დიდი. აი გონებრივად რო იტყვი შეგნებულად ავუხით ყველაფერი და აი როგორც მაშინ დაიწყო დღესაც ისე გრძელდება. არ შვილებით მადლობა ღმერთს. ეხლა შობელი კი ყოველთვის უკმაყოფილოა შვილებით, მაგრამ აი როგორებიც არიან, მადლობა ღმერთს რო არიან. რაც თავარია, სამივე ბიჭები არიან და ლაშქაცი ბიჭები არიან, კაცურები არიან. მე არ ვიცი როგორ აჩასპარ, ეს ჭხუბი არ არის, მაგა. კი, ვიცი, ეხლა ქორეოგრაფებზე არის. მუსილებს ესეთი აზრი რომ ჩვენ ვართ ყვირალა ხალხი, სულ ჭხუბის ხასიათზე ვართ, ისე მაგრამ არა, ეს ჭხუბი არ არის გამიგე, როდესაც დარბაზში დგა მაგას არ აქვს მნიშვნელობა ბავშვია, მოზარდია, დიდია, 20, 30, 40 მოცეკვავე. შენ ძალაუნებურად უკვე ხარ სხვა სამყაროში არა. გინდათ სამყარო. იმიტომ რომ მან უნდა კონდეს იმის უნარი რომ როგორ გითხრა იცი საქმეს უნდა ყელში სწუდე რომ ყველა უნდა დაიმორჩინო და როდესაც რეპეტიცია მიდის და მით უმეტეს მუსიკა უკრავს შენ გინდა თუ არ გინდა ტონს ეწევი აგრებულო სხვა სიტუაცია სხვა სამყარო შეიძლება მე უკვე თავიც მოვაბეზრე მაგრამ არ მგონია მოვაბეზრე იგივე ახალგაზრდული გუნდია მოსული, გინდა პლატონი, გინდა ვიცემერი, გინდა ხალაშიძე საკრებულოს თავმჯდომარე, აი სუმინდა რომ აი ამ თემაზე ველაპარაკო გამიგე რაღაცაა გასაკეთებელი ისა. გაიხედო თელავში ყველაფერი გასაკეთებელია, ყველაფერი მოსაგვარებელია, და მარტო ეს ხო არ არის არა. მაგრამ მაინც მაქვს იმედი რომ მოიცლიან ამ საქმეს. თელაველობა არის ყველაფერი. თელაველი არავის ნაკლები არ არის. კიდაც ბავშვი. არც თბილისელზე, არც ქუთაისელზე, არც დიდელზე, არც იმაზე, რომ თელაվել ბავშვს, თქვა სიტყვაზე, ისევე ხარისხიანად შეუძლია იცეკოს, იმღეროს, კიდაც ფეხბურთი ითამაშოს, ამიგე ნებისმიერ სფეროში, როგორც ნებისმიერ სხვას მიამაყება. აი, მოკლედ, მაგის ეგ ამაკ ძალიან დიდი ჟილკა გამიგე რომ აი თელაველი ვარ და ჩემი გამოისობით სადაც თელავი გამოჩნდება უნდა გამოჩნდეს ხარისხიანად და არა უხარისხოდ
იცავა მინდა რომ ყოველ ცისმარე